მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ისეთი საინტერესო თემაში მოგთავაზოთ სასიყვარულო სამკუთხედები. ბევრისთვის საყვარელი თემა. სინამდვილეში მართლა მტკივნეული თემა. სიყვარულის სამკუთხედები არსებობს ბევრნაირი. დღეს კონკრეტულად მინდა განვიხილო ფორმატში რომანტიკული ურთიერთობები, ანუ სექსუალური ურთიერთობები და ოჯახი. სადაც სამი ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ანუ ოჯახურად, ესე რომანტიკულად, სიყვარულით. ანუ რა არის სასიყვარულო სამკუთხედი? ეს არის გარკვეული მეთოდი ურთიერთქმედება სამ ადამიანს შორის. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ეს არის კაპმანის სამკუთხედი, სადაც იმყოფება სამი ადამიანი: მდევარი, მაშველი, ან მშველელი და მსხვერპლი. ეს არის სამი სახე. სხვათა შორის ეს სამი სულ იცვლის ხოლმე ამ როლს ერთმანეთში ცვლიან როლებს, ანუ მდევარის, მაშველის და მსხვერპლის როლს ერთმანეთში ცვლიან. დღეს განვიხილოთ კლასიკა, ბაზა. დაოჯახებული ადამიანი, ანუ ორი დაოჯახებული ადამიანი და ურთიერთობაში შემოდის მესამე. ეს არის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. მე მინდა განვიხილო ეზოთერიკის თვალსაზრისით. რა არის ეს? ესე იგი, ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, ლუცი, ასევე ეძახი მე მას, ის არის დეტალებში. სამკუთხედები, რანაირიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის ბნელეთისა. ეს ყოველთვის რაღაც დამოკიდებულება, სადაც კარმული ისტორია. პრაქტიკულად ყველა შემთხვევა არა მარტო კარმული ისტორია, არამედ მთელი კარმული კვანძებია, რომელიც ბუნებრივია, უნდა გაშალო, გამუშალო. კარმული, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოსდის და კარმული, რომელიც ამ ცხოვრებაში გამოიმუშავეთ. ანუ შეიძლება წინა ცხოვრებაში საერთოდ არ იყვნენ დაცნობები ეს ადამიანები ერთმანეთს და ერთმანეთთან არ ქონდათ ვალები არანაირი, მაგრამ ამ ცხოვრებაში გამოიმუშავეს ასეთი კარმა, რომ შემდეგ კიდევ მოვიდნენ და დააბრუნონ ვალები. კარმა ეს ყოველთვის წინა ცხოვრებაზე არ არის. ამ ცხოვრებაში შეიძლება კარმის გამომუშავება, ასე ვთქვათ. მოკლედ ორი ადამიანი და მესამე ხდება ამ ურთიერთობაში. ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ არა შემთხვევით, ზოგჯერ თვითონ ეს ორი ითრევს მესამეს. მოდით გავარჩიოთ, მაგალითად, ქალი, კაცი და კიდევ ქალი, ეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამკუთხედია, ორი ქალი და ერთი კაცი. ამ შემთხვევაში კაცი არის მსხვერპლის როლში, რომელსაც არ შეუძლია გააკეთოს არჩევანი, ვერ განუსაზღვრავს რა გააკეთოს, რომელი აერჩიოს. მისი ოფიციალური ქალი, რომელიც ყავს პარტნიორი თუ მეუღლე და ასე შემდეგ, არის მშველელი და საყვარის როლში მყოფი არის მდევარი, მოძალადე, ტირანი. ასე შეიძლება იყოს. კიდევ გავრცელებული თემა არის ძალიან ერთი ქალი და ორი კაცი. ანუ ქალი არის ქორწინებაში, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რაღაც სტაბილურ ურთიერთობაში და კიდევ ერთი კაცი, რომელიც შემოდის ამ ურთიერთობაში. ამ დროს არის კიდევ 4 კუთხედებიც და 5 კუთხედებიც. იქ საერთოდ ისეთები ხდება, შმაკ თვითო ვერ გებულობს რა ხდება. მე ახლა მინდა განვიხილო ეს კლასიკა. ანუ შემოდის კაცი, მესამე პერსონაჟი ამ ურთიერთობაში. ქალი არის მსხვერპლი, ვერ გადაუწყვეტია ურთიერთობა იმ კაცთან, რომელიც ყავს სტაბილურად და კონკრეტიკას ვერ აძლევს იმ მეორე კაცს, ახალს. მისი სტაბილური პარტნიორი არის მშველელი, იმიტომ რომ სულ აძლევს შანსს, რომ ის გამოსწორდება, ყველაფერი შენარჩუნდება, რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო. მეორე კაცი საყვარის როლში, ვინც არის, ის არის მდევარი, მოძალადე, ტირანი, ასე შეიძლება იყოს. სამკუთხედები ყველა ვარიანტში არის საკანონი.
თავიდან ყველაფერი საინტერესოა. მერე კი იწყება რბილად რომ თქვათ ნაგავი. ახლა ვნახოთ რა შედეგები აქვს ამ ყველაფერს. კარმის თვალსაზრისით. როცა მსხვერპლი ვერ გამოდის ამ კარმული ურთიერთობიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია დასასრულებელია, მაღალი ძალები აგზავნიან მესამე ადამიანს, რომელიც თუნდაც მაგიური გზით დაანგრევს ამ კავშირს, ან რამე სხვა ხერხით. კი, ხშირად მაღალი ძალები ერევიან ამ ამბავში. ან იქნება უფრო ცუდი სიტუაცია, რომელსაც მოყვება ესა თუ ის შედეგი. ან ადამიანი თვითონ ქმნის ამ სიტუაციას. ვიღებთ სიტუაციას, კარმოს, სადაც ორი ადამიანია, ძალიან ხშირად ეს არის ოჯახები, სტაბილური ერთად ცხოვრებით. და ჩნდება სხვა, რომელიც გიზიდავს. და ეს ქალი, რომელიც შეუყვარდა, და ის ქალი, რომელთანაც ვერ ასრულებს ურთიერთობას, კარმულ ურთიერთობას, ანუ აქ შეიძლება როლები შეიცვალოს, ეს თავიდანაც ხო ვთქვი, როლები შეიძლება შეიცვალოს, ის ქალი შეიძლება გახდეს მსხვერპლი, რომელიც შეუყვარდა და მეორე ქალი, რომელთანაც ურთიერთობას ვერ ასრულებს, ის შეიძლება გახდეს მდევარი ამ დროს. და აქ იწყება თავდავიწყება. სერიოზულად ძალიან შორს შეიძლება წავიდეს ეს ამბავი. დიდი ხანია ვაკვირდები ასეთ ურთიერთობებს. ზოგადად ქსელშიც, პირადშიც მაქვს შეხება. საყვარის როლში მყოფებთანაც, სტაბილური პარტნიორის როლშიც მყოფებთანაც ძალიან გავრცელებული თემაა. და მესმის ხოლმე ამ საკუთხედებში მყოფი საყვარის როლში მყოფი ქალებისგან თემა თქმა იმისა, რომ უყვარს იქ კიდე სტაბილური ოჯახია, რომ იქ პასუხისმგებლობა, შვილებია, ქონება, ბლა ბლა ბლა, რაც რაღაცა არ აძლევთ თავისუფლებას, ანუ გამართლება იმ ადამიანის. ხაფანგი ნომერი 1. როგორ ფიქრობენ ეს საყვარლები? ისინი ფიქრობენ, რომ ისინი იმყოფებიან მომგებიან პოზიციაში, რომ ეს მე ვმართავ ამ ურთიერთობას. მომინდება, საერთოდ წავა, მომინდება, იქნება ჩემებურად. არაფერიც, ჩემო ძვირფასო, ვერსად ვერ წახალდა, ვერც დაემშვიდობები. ერთხელ შესული ასეთ ურთიერთობაში, კარმული კვანძი უკვე გაკეთებულია. რას ნიშნავს ეს? ის რომ, რაც არ უნდა, ქნა მსგავსი სიტუაციის გადატანა მოგიწევს. გადახედეთ, იყავით ოდესმე ურთიერთობაში, არა თავისუფალ ადამიანებთან. იყავით თუ არა ურთიერთობაში, რომ იცოდით, რომ იყო მესამე პირი. და მაინც აგრძელებდით ყოფნას ამ ურთიერთობაში. გილოცავთ, კარმული კვანძი არსებობს და გინდათ თუ არ გინდათ, იგივეს გადატანა მოგიწევთ, მინიმალური დოზით მაინც. შემდეგ კიდევ. ესეთი თქმა, ეს უბრალოდ ჯანმრთელობისთვის. საერთოდ, არ ვიცი, ბოდიშით, მაგრამ რაღაც ცუდი სიტყვები მომდის თავში. სად წაიკითხეს ასეთი სტატიები, რას ნიშნავს ჯანმრთელობისთვის? არ ვიცი, უბრალოდ ფსკერია ეგ. გავაგრძელოთ, მოგებული პოზიცია საერთოდ არ არის ეს მოგებული პოზიცია. ის პერსონაჟი, რომელიც იმყოფება სტაბილურ ურთიერთობაში და საყვარის როლში, ვინც არის ის პერსონაჟი, ფიქრობს და დემაგოგობს, რომ როდესმე ჩემსკენ გააკეთებს არჩევანს. და სულ მეტი და მეტი ენერგია ერთმევა ამ დროს და უფრო დიდი კვანძი იქმნება. ახლა განვიხილოთ ის მხარე, ცოლი, ქმარი, პარტნიორი, რომელიც ეჭვობს, ან იცის, რომ არსებობს მესამე მხარე. ზოგადად ყველაფერი იცის, უბრალოდ შტერის როლში ყოფნა მოსწონთ. ეს საინტერესო პოზიცია, ეს კიდე საერთოდ ცალკე რაღაცაა. და თავში ამბობს, რომ ოჯახი მთავარია, ოჯახური პრინციპები, როგორ დავაგრიო და კიდევ ესე. მოუშველი სახით არ მაწყობს მე ეს სამკუთხედში ყოფნა, მაგრამ ბავშვებს ეხმარება, უზრუნველყოფს ხახლი, ოჯახი, ფინანსები, მანქანა. დაველოდები კიდევ, იქნებ გადაიფიქროს, იქნებ აზზე მოვიდეს და მსგავსი რაღაცები. მარტივი სიტყვებით ვამბობ, თუ როგორ ხდება ეს.
ახლა რა ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გრძელდება? ეს სამი პიროვნება მყოფი ამ სამ კუთხეში. მუდმივად ცვლიან ერთმანეთში ენერგიას. გესმით, ხო? მაგალითად, თუ თქვენ ხართ სამ კუთხეში და თქვენ ხართ რესურსული, ჯანმრთელი, ლამაზი, მდიდარი და თქვენ ქმარს ყავს საყვარელი, რომელიც საერთოდ ვერ გაიგეთ საჯანდაბიდან მოვიდა ვიღაც ქალი, რომელიც ვერ გაიგებ, რას ეძებს თავისი გარყვნილი ენერგიით და აი ეს ბინძური გარყვნილი ენერგია გადმოდის თქვენზე და თქვენი რესურსული, ჯანმრთელი, ლამაზი ენერგია მიდის ბოდიშით და იმ მარტიშკასკენ. მარტივი ენით ასეა. და ის კაცი, ვინც ამ სამ კუთხეც გაუკეთა ორგანიზაცია, იკვებება იმის ენერგიითაც და ამის ენერგიითაც და გადმოსცემს უმდაბლეს, უღარიბეს მატერიალური თვალსაზრისითაც. სულიერი თვალსაზრისით ამ ენერგიის გადმოცემა, რა ვიცი. მოკლედ, პარაზიტირებს. ხვდებით ხო, რამდენად ბინძური ისტორიაა? ამას არც სჭირდება რელიგიურად განხილვა და არც ეზოთერიკა. თუმცა ბევრი აგრძელებს ამ ურთიერთობაში ყოფნას. შედეგი ამ ურთიერთობების მოგიწევთ გამოსცადოთ. ეს დავალიანება, ასე ვთქვათ, კარმის თვალსაზრისით. მოგიწევთ მუშაობა და მუშაობა. თუ თქვენ შეხვედით ასეთ ურთიერთობაში გაცნობიერებულად, ანუ იცოდით მესამე პირის შესახებ, კი ეს დავალიანებაა. თუ არ იცოდით, რომ თქვენ პარტნიორს ყავს ცოლი, საყვარელი, შეყვარებული და ასე შემდეგ, მაშინ ეს ძალიან არ ვრცელდება თქვენზე იმ მომენტამდე, სანამ არ იცით მესამე პირის შესახებ. ენერგეტიკულ თვალსაზრისით ენერგეტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში კარგად გამოგჭამეს, შეგჭამეს. გინდათ თუ არა, ეს თქვენ ეს ასეა. და იმ მომენტში, როცა იგებთ, რომ არსებობს მესამე ადამიანი, აქ უკვე თქვენზეა დამოკიდებული გააგრძელებთ თუ დარჩებით. საბოლოოდ სამივე პერსონაჟი იშლება. ადრე თქვიან. როცა თქვენ იმყოფებით ამ ურთიერთობაში, თქვენი ნებიც ააძლევთ იმ ორს თქვენს ენერგიას. ნება თქვენია, აიტანოთ ეს ურთიერთობა, თუ გამოხვიდეთ იქიდან. შეხვიდეთ ურთიერთობაში რესურსულ ადამიანთან, ადეკვატური დონის მაინც. უკვე აღარ არის საუბარი სულიერ დონეზე, რომელიც დიდი მტკივნეული თემაა პლანეტა დედამიწაზე. ყველანი ვითომ იღვიძებენ, თუმცა ძალიან ნელა. რა ხდება შემდეგ? მერე ყველაზე საყვარელი მაგიური ომები. საყვარლები, მესამე პირები, ჯადოები, შელოცვები და მაინც ხალხი გარბის ამ ჯადოების მოსახსნელად. და მოსახსნელი რა არის? იმიტომ რომ შეინარჩუნო ოჯახი? ან შეინარჩუნო ის ადამიანი, რომელიც მაინც დაინგრევა, ჯადოს მოხსნით თუ არ მოხსნით.